ამ მატრაბაზმა მომიტანა ბაღიდან ვირუსი. თვითონ ერთ დღეში კარგად იყო და მე ხა 2-3 დღე უნდა ვიწვალო რომ მოიცილო ეს საშინელება და აი ესე მამაჩემის ხმით უნდა ვილაპარაკო 2 დღე. ჩემს თავს კიდე არ დავეწებ, ახლა დიდი ალბათობით გადაედება ანას, მერე გადაედება სანდროს და მთელი ეს ერთი კვირა იტრიალებს ოჯახში ვირუსი. მოკლედ ვირუსების სეზონი დაიწყო და რა თქმა უნდა ჩვენც აქტიურად ვახველებთ და ვაცემინებთ. ძალიან ვცდილობ ვაკონტროლო რომ ბავშვებმა ხელები საფნით რაც შეიძლება ხშირად და კარგად დაიბანონ. ვირუსიანების შეძლების დაგვარად მოგვერიდონ, ოთახსაც ხშირად ვანიავებ, თუმცა ზუსტად ვიცი ანას და სანდროს მაინც გადაედებათ. სხვათა შორის თუ ფიქრობთ რომ ამ ვირუსმა თეკლას ცეკვის ან ვარჯიშის სურვილი დააკარგვინა, ძალიან ცდებით. აი ასე ყოველდღე იცვამს ცეკვის ფორმას და ვარჯიშობს. სულტყუილად მეგონა რომ ცეკვაზე ტარების მოთხოვნა უბრალო ახირება იყო და ერთ თვესაც არ გასტანდა. მტევანი ამოვასუნთქოთ, ჯავასუნთქოთ. მტევანი ამოვასუნთქოთ, ჯავასუნთქოთ. მტევანი ამოვასუნთქოთ, ჯავასუნთქოთ. 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 მე შევიდე თვალები ტკივა. სიცხე ხო არ გაქვს. როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე მეორე დღეს სანდრო ცავადაა. ნახოთ და ხო. ზუსტად ვიცი ჩემი მული რო ნახავს ამ კადრს წნევა აუწევს. იმიტომ რომ დაახლოებით 5 თერმომეტრი გამომიგზავნა ესპანეთიდან და მე მაინც ძველ თერმომეტრს ვანიჭებ უპირატესობას და არა და ლია ძვირფასო 5-ვე თერმომეტრი სხვადასხვა ტემპერატურას აჩვენებს და საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშების ნერვები ახლა ნამდვილად არ ამოქვს. მოდიდე. აი ესე. წყალი გინდა? მოდალი წყალდა. ჩვენე გაქვს სიცხემ თეკლაზე მეტადაც აუწია 38 და 3-ია. განსაკუთრებით ვერ ვიტან სანდროს ავადმყოფობას და რატო. კაცების საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებით, როგორც კი 37-ს ტემპერატურა ასცდება, ეგრევე იწყება ამის წუწუნი, ზუზუნი, ჩხუბი, ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და როგორც ჩემი ქმარი ამბობს ხოლმე, ხდება განსაკუთრებით დედადამოკიდებული. ასე რომ როდესაც რომელიღაც ბავშვი ავად ხდება, პირველი რასაც ვაკეთებ არის ის, რომ სასწრაფოდ ურეკავ დედაჩემს. დედაჩემი არის ექიმი, მართალია პედიატრი არ არის თერაპევტია, თუმცა მისი რჩევები ბევრჯერ გამომდგომია და ამიტომ ვრეკავ მასთან, შემდეგ ურეკავ ბავშვების პედიატრს. პრინციპში ორივე ექიმი თანხმდება იმაზე, რომ არ ღირს ბავშვების ზედმეტი რაღაც ჭარბი წამლებით დატვირთვა. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, როდესაც შემიძლია მოვკლა ჩიტი თოფით, რატომ უნდა ვისროლოთ ზარბაზანი. და პრინციპში მეც ვეთანხმები, ძალიან არ მიყვარს წამლებით გადატვირთვა ბავშვების, არ მიხარ წამალი ვის უყვარს, მაგრამ მხოლოდ ვცდილობ აუცილებელი პრეპარატები მივცე და ორგანიზმს ვაცადო ბრძოლა. თუმცა, როდესაც ამ ჩემს წამლების ყუთში ვერ აღმოვაჩენ ხოლმე საჭირო მედიკამენტს, ამ დროს იწყება ჩემი დრამა, რადგან არ მყავს ბავშვების დამტოვებელი და ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა ავადმყოფ ბავშვებთან ვერ წავიყვან და ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც დამთხეულებით უნდა გავიქცე. გადავირბინო ქუჩა, ახლოს არის აფთიაქი, თუმცა მაინც რამდენიმე წუთი სჭირდება წასვლას და უკან დაბრუნებას და ამ დროს გული მისკდება, რომ რაღაც სახლში არ დააზიანონ ან თვითონ თავს არ დაუზიანონ რამე. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ესენი მასაკში არ არიან, რომ მარტო დატოვო და ენდო. სიცხის დამწევის რეკომენდაციას ექიმები არ იძლევიან 38
გრადუსამდე. ძალიან რთულია იყო დედა და ელოდო. აი ბავშვი როდის გავარვარდება, რომ დამწევი მისცე. თუმცა ეს ყველაფერი საჭიროა რომ დავიცოთ და ექიმებს დაუჯეროთ, რადგან შემდეგ ბავშვის იმუნიტეტი ამ ჭარბი წამლების მიღებით იმდენად ქვეითდება, რომ ფაქტობრივად მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს ვაყენებთ. ამიტომ თვითმკურდალობას ჯობს ყველაფერი დაუჯეროთ ექიმებს. და სხვათა შორის დაუჯეროთ ბებოებსაც, რომლებიც საკმაოდ ღირებულ რჩევებს იძლევიან ხოლმე. ბებიაჩემი, როდესაც აი ყელი ამიწითლდებოდა, მასმევდა კვაწარახს. და სხვათა შორის მშველოდა. ეს რო ფაგიო გვაქვს. ბებიაჩემის ფაგიო იყო კვაწარახი. არა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სიცხის დამწევი სახლშიც მქონდა. ალბათ წინა ვირუსების სეზონზე ამოვწურეთ ბოლო მარაგი. გამარჯობათ. ჩემს სახლთან ახლოს არის სასწრაფო დახმარების პუნქტი და უნდა ნახოთ, როდესაც ქალაქში ვირუსი ცირკულირებს, რა სიხშირით გადიან აქედან მანქანები. ბევრ ადამიანს ვიცნობ ისეთს, ბავშვის ტემპერატურის მატებაზე ეგრევე სასწრაფოს რომ იძახებს, აი პანიკაში ვარდება და ბავშვის გადაყვანას ითხოვს კლინიკაში. მე მესმის რომ როდესაც ბავშვი ავადა ამ დროს დედაზე ცუდად შეიძლება თვითონ ბავშვიც არ იყოს, მაგრამ მაინც მგონია რომ ეს ზედმეტი პანიკა და ისტერიკა უფრო აზარალებს საქმეს, რადგან როგორც წესი ხშირ შემთხვევაში არც გადასაყვანია ბავშვი და მით უმეტეს სასწრაფო საჭიროებაც არ არის. ასე რომ მგონი ჯობს ცოტა უფრო მშვიდად ვიყოთ დედები. აფთიაქიდან სახლში დაბრუნებულს კი აი ასეთი სურათი დამხვდა. ერთ-ერთი ავადმყოფობას კარგი თუ შეიძლება რამე ქონდეს, ისე აქვს რომ მე აღარ ჩხუბობენ და ესე მშვიდობიანად თამაშობენ. და მორიდებას აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ თეკლა მოგვიტანა ეს ვირუსი და გადაგდო ყველას. როგორც წესი, როდესაც ბავშვებს ემართება ვირუსი, ამ დროს ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი სითხეები მივაღებინო, მეტი ხილი, მეტი წყალი და რაც შეიძლება ნაკლებად მივიდეთ იმ ზომამდე, როდესაც შეიძლება დაგვჭირდეს ანტიბიოტიკი, რადგანაც ექიმები გვეუბნებიან, რომ ვირუსის დროს ანტიბიოტიკის მიცემა არ არის რეკომენდებული. თუმცა მე მყავს რამდენიმე მეგობარი, რომელიც შეყვარებულია პირდაპირ ანტიბიოტიკებზე და ბავშვების ოდნავი სიცხის ან რაღაც პრობლემის შემთხვევაში ეგრევე არჩევენ იმას, რომელი ანტიბიოტიკის მიცემას ჯობს. არა და ამით ექიმების გამსმენია, რომ იმუნიტეტი ქვეითდება და ეს ყველაფერი არის ბავშვისთვის ძალიან ცუდი. ნუ მიიღებთ თვითნებურად ანტიბიოტიკებს. ჩაის მოუმზადებ სანდროს, ლიმნიანი ჩაი უყურს და ვეცდები როგორღაც რაც შეიძლება მეტი ჩაი დავალებინო და გავჭყიპო. სხვათა შორის აი ესეც სიამოვნებით მიერთმევენ ჩემი ბავშვები ლიმონს. თეკლა გემრიელია? რადგან ყელი მტკივაო ამბობს ბებიაჩემის მეთოდი, კვაწარახით მკურნალობა ვცადე. აი ბებიაჩემის მეთოდი თუ არ მუშაობს. მაგრამ ახლა ვირუსთან ფლად კვაწარახის იმედზე მიიქნებით. დღეს ჯერ სახლში უწევთ ყოფნა, რომ ბოლომდე გამოშუშტნენ. ხვალ უკვე ბაღში წასვლას ვაპირებთ. ეს ხოლა როცა ვირუსი ჩაივლის, მე უკვე გრძელდება კვირაობით. ვირუსიანი ბავშვი ნახო ნამდვილად არ მომყავს ბაღში. უბრალოდ ხვალება შემოგრჩება ხოლმე.
როგორც გავიგე, უკვე დაიწყო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მეც და ჩემო შვილებმაც აუცილებლად უნდა ჩავიტაროთ, რადგან იმის მიუხედავად, რომ არ არიან ხშირად მოვალეობადი ბავშვები, მაინც ვფიქრობ, რომ ეს მათთვის სერიოზული დაცვაა, რადგან შარშან წინ გავუკეთე ეს აცრები და მთელი წლის განმავლობაში პრაქტიკულად თეკლა და ანა ავად არ გამხდარა, სანდროს რაღაც ორდღიანი ვირუსი ჰქონდა და ისიც ძალიან მარტივად გადაიტანა. ასე რომ ნამდვილად მუშაობს ეს აცრები და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ საზოგადოებას რაღაც ირაციონალური შიშები აქვს აცრებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გაიკეთონ, განსაკუთრებით მათ, ვინცაც ოჯახის წევრი ან ქრონიკული დაავადების მქონე ყავს, ან მოხუცი. გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომელიც, როგორც გავარკვიე, არის უფასო. ეს ვირუსის კუდი ყველა მაინც დიდხანს ვრჩება. ნუ მართალია გადამდები აღარ არის, მაგრამ ძალიან შემაწუხებელია. სავარაუდოდ ჯგუფში ბავშვების უმეტესობა ზუსტად ასიახლოვებს. ეს ვირუსების ცირკულაცია დიდწილად იმითაც არის განპირობებული, რომ ბოლომდე გააჯანსაღებული ბავშვი არ მიდის სკოლასა და ბაღში. თუნდაც ვირუსიანი ბავშვი მიგყავს, მეც გამიკეთებია ასე სკოლასა და ბაღში, ანუ ვირუსის სიმპტომის მქონე ბავშვი და ეს არის ერთმნიშვნელოვნად შეცდომა. თუმცა დედებს, რომელსაც დამტოვებელი არ აყავთ სახლში და სამსახურშიც გარბიან, სამსახურშიც დიდად არავინ შედის მათ მდგომარეობაში, როდესაც ბავშვი ავადა, სხვა გამოსავალი არ რჩებათ, თვალს ხუჭავენ ხანდახან და თვალს ვხუჭავთ ხანდახან აი ამ ვირუსის სიმპტომებზე და ეს არის ნამდვილად არასწორი ქცევა ჩვენი მხრიდან. ხანდახან ასეც ხდება. უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ შვილებთან ერთად სხვა შვილებსაც. და ძალიან გაწითლებული ხარ შენ. ცხელიც ხარ. არა და როგორი იმედი მქონდა, რომ ამჯერად ანა მაინც გადარჩებოდა. და მიდი ჩაით. როგორც მოსალოდნელი იყო, მასაც სიცხე აქვს, თან მაღალი. მართლა მაინტერესებს, სხვა დედები თუ ახერხებთ, როგორ ახერხებთ, რომ ვირუსი ბავშვებს ერთმანეთისგან არ გადაედოთ. ანა. მოკლედ, სანამ ჩვენ ყელის ტკივილს კვაწარახით ვკურნალობთ, დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენგან რჩევებს კომენტარებში.